და ახალი წელი. დრო. ხორები მამლე. გაძილი მიმა ფანტანჩიკ შონი ძელფინა. სულსულა შეურაცხყოფას მახენებენ ბიჭო. ძალიან დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ხუთმა ადამიანმა მთხოვა, რომ ქეთა როდის ჩაწერ კიდევ ერთ განხილვას Prime House. და დღეს ჩვენ უყურებთ, რა თქმა უნდა, ყველაზე ინტელექტუალურ გადაცემას, რასაც როდის არა House. თქვენ ამ გადაცემიდან ძალიან ბევრ რაღაცას ისწავლეთ, ამიტომ ვისაც გაინტერესებთ განვითარება, განათლება, ფსიქოლოგიური ჩამოყალიბება, მენტალიტეტი, აუცილებლად უყურეთ ამ ვიდეოს. გონიათ ეხლა გავიღვიძე? არა, ეხლა დაძინებას ვაპირებდი და გამახსენდა, რომ 1500 ადამიანმა გამომიწერა. პირველ რიგში გილოცავთ ახალ წელს. ნუ პირველ რიგში უკვე აღარ არის იმდენ რაღაცა ვთქვა. მე ზოუტოპიაში რომ ბაჭია მყურები შეიკრა ისე მაგ. ვა, დავай. ბიჭო, ბიჭო. ვა, ჩემი საყვარელი თემა. ეს აუცილებლად გაიმეორეთ სახში, რასაც დაინახოთ, კარგი? მეათ რომ პირდაპირ გულისხმობ იმას, რასაც ვამბობ და არა, მე ეგეთი იმორი მაქვს. ფონოგრამები და მსგავს რაღაცები ძალიან მაგაზიანებს. მარტო მე. რა გინდათ, რატომ აძალებთ რომ ამას უყურო? ერთმა დამიწერა, რომ რას აპაუზებო დამიწერა. ჩართე, რუსთავი 2-ზე გადის, გადაართე და ნახე ბოლომდე, თუ არ გინდა რომ დააპაუზო. აი ანაკ, როგორ არ დააპაუზო? მალადეთ. ნეგუირმები მომიყვანეთ. მალე შემოდგომა მოვა? ესე რომ მეცვას და ვიღაცამ რო თქვას ეგრე. სნეგურაჩკ. აი ეგრევე. გავდივარ და ვიცილტანზე. ეს ჩემ კარებზე ვინ დააწერა ეგ? მე. რატო დააწერა? რა? მე ძალიან ჩემ მაგარი. კარებზე ვინ ესე იგი რა წერია? Stay bot. უკანასკნელი კაი. ხმალი ხატია, შესაძლოა იგულისხმა სამურაი. ხმალი არა, კატანა. აი ბავშვებო ისწავლეთ, ესე იწერება რ და გაიმეორეთ სახში და სკოლაში, გასაგებია? დააწერე, რატო Stay დააწერე? bot ხო? და კიდე რაღაცა არის, რატო გააგეთ? ხე არის. ბოტი. ამბობენ რომ ბოტები ყავს ამბირს რომ ნაქირავებიო და რა ვიცი მე ისე დამესიენ ვიღაცები მეთქი stay cold რა ნუ რა ცუდი კომენტარები დამიწერეს იცით ჯერ მე შევამხედეთ მე თქვენ გონია რამეს დამაკლებს მე თქვენი ცუდი კომენტარი საკუთარ თავს ას უშვები რომ ეხლა ამ ვიდეოს ვდებ უკვე მეორედ ვეჩეხები TikTok-ზე რომ არის მაგარი ბულინგი ახ მე დამაბულინგეს წონაზე და შულო ჩემო ერთწუთით მე სათქმელი მგონი ითქვა ხო? თავიდან გამომიგზავნე კოსმა ბიჭო. აღარ მყოს. ტრადიციებს გვართმევენ ხალხო, სათხართ. გამოფხიზლდით. ამდენი წელი მაგას ვიძახი, რომ ეს ევროპელები და ამერიკელები Stay bot და თვითონ მიძახი stay dias. ბიჭო, ამ დიასასი რანაირად ეშინია ტიპებს, ბიჭო, ვინ არის ეს დიას ამისთანა? დიასასი მეშინია ხალხო. დიასასი ეშინია ლორენცოს რომ დავეხმაროთ რაღაცნაირად ხო შეიძლება იმდენად ბევრი ინფორმაცია სასარგებლო ინფორმაციას ხვებულობ რომ აი ტანში მაჟრიალებს ხვდებით ამდენი კარგი ინფორმაცია ენციკლოპედიაში არ წამიგითხავს ბავშვობაში რომ აი დინოზავრებს ვსწავლობ სასწაული ნახეთ ბოროტებით არ უნდა უპასუხოთ ხალხო. დედა ტერეზა. ბოროტებით ზურა. დედა ტერეზას როლს ნუ თამაშობ. ვერ ითამაშებს კაცია წვერებიანი. პრინციპში Netflix-ი რო გადაიღოს კი მიიწევს ამას. დედა ტერეზას როლში. ეს არის ტოპი. იმენა ბელადია ტუტორიალი არის აფერიზმის. Туториал аферист. Подходим не стесняемся, угадываем. Обогащаемся. Где шарик? Оп, нет шарика. Извини, дорогой, деньги давай.
აფერისტ live stream. ნოლი ლაიქი აქვს და 3 წლის წინ გაუსტრიმავს. დაუწეროთ კომენტარი. გაგიცნობთ. ხალხმა გაგიცნო. რა უკნა? ყურში ზასავი იყო თუ რა იყო თუ ჩარჩურჩულა რა. რაგინა ბიჭო? ყურში ზასავი იყო თუ რა იყო. დალაგებული ხარ სიტყვებში არ აბა რა იყო რა. ანუ ვერ გავიგე, ანუ ეს ადამიანი ზასავი იყო, ესე რო იყო თუ გადაჩურჩულა. მე ჩემს მაკაცთან რა გინდა? რა გინდა? ვისთან ბიჭო, ჩემს მაგაცთან? მე მაგას სხვასთან ვაგე. ჩემი ჯავა არის დაღლი. ბიჭო. ეს ხელი გაწია. ავისებეთ ჩემი ძალიან. უბრალოდ ნაზი გოგონა ვარ და შემიძლია ესეთ ხმაზეც ვისაუბრო, ხო? რა უფრო ნაზი გამოჩნდი. მეორე მაღალი ინტელექტუალური დონით გამოირჩევა ეს გადაცემა. ვინც არის ფროიდის დიდი ფანი, განსაკუთრებით ფროიდის ფანებმა მინდა რომ ფროიდი არ მომწონს, აღნიშნა უბრალოდ. ესე მე რო აქ ჩემი აზრები დავაფიქსირო, ალბათ 1000 თვას გამომწევიდან ერთი დამრჩება. ეს ასავები ალბათ չի არასწორო, გაიგე? მასე და ყურში რა ჩაშურშულა? ყურში ჩაშურშულა შეურაცხყოფას მაყენებენ ბიჭო. მოდი აგეთ. აუ გეხვეწებით, მიდით რა გთხოვთ? ძალიან მინაჭხმი. ნახე რა დღეში მე მშვიდად ვარ. ეს ბიჭო ეს პროვოკატორი არიან. ხალხო შეხედეთ რა დღეში არიან. չի არასწორო. ხელი რო ამაწევინო, ყურში ჩაშურშულა შეურაცხყოფა მომაყენა. ამ ყველაფერს არ უნდა წამოეგონ ეს ადამიანები, მაგრამ ამ როგორ შენ წამოეგე დივანს? შეურაცხყოფა მომაყენა. წამოეგო. გუდიანი ქალები ეს არ უკან მარის და წაიყვანენ ჯავახა სურათია? ოჯახი შეიქმნა და ბაღანას ველოდებით აწიდა. აი მე დიანა მოდი თავზე რაღაცა დაგაფარო. რაიმე რა ვიცი ჩამოგაფარო და არა სახე დავმალოთ და მე გამოვა. მარიამ მოდი დავაფარე, აღარ ისა რა ქვია. შავიყოთ სტუდიაში. წესებულებაში შემთხვევით მისვლამ მას ცოტა რომ დავაბალანსოთ რა, ანუ მაგითო რომ შეურიო რა ცოტა რა, თორე ჭკუიდან გადავალ. ყურადღება, შეკითხვა. რომელ დაწესებულებაში, ან თუნდაც რა დაწესებულებაში მისვლის შემდეგ შეიცვალა აზრი ივანე ავალიშვილმა. დრო. ბანკში მივიდა, კაზინოში მივიდა, რა ვიცი. ბიბლიოთეკაში ხო არ მივიდა, რომ არავინ არ იყო, შეიძლება ძალიან. ეს ბოლო კარგი იყო. ბიბლიოთეკაში სიცარიელე დახვდა. ეს პასუხი რო ეხა სწორად იყოს. YouTube-ს წავშლი. ფერმაში? ივანე ავალიშვილი შემთხვევით თბილისში, მაშინ რადგან წამოსული იყო სკოლიდან, დაესწრო ცირკში გაწვრთნილი ცხოველების გამოსვლას. ამან მასზე გასაოცარი შთაბეჭდილება მოახდინა და ათქვევი. ძალიან საინტერესო კითხვა. მაყურებელს რას ნიშნავს ქურდობა? ქურდობა. დიახ. ქურდობა ნიშნავს, როდესაც სხვის ნივთს იპარავ. როგორც ცდილობს დიანა ჩემი კაცის მოპარვას. ჩემი კაცი ვინც იქნება, ვინც დააპირებთ მოპარვას. თუ გამოყვათ, წეიღეთ თქვენი იყოს კაცო. რას ნიშნავს ქურდი? ქურდი არის AS Badarem Borgan Фонтанчик с черным дельфином и в жизни видеть его раз доводилось тем, кто проходили мимо фонтанчик с черным дельфином. Аутекс ისევ არ მახსოვს ბოლოს. ქურდი ცდილობს. ქურდობა რა არის? თუ გაინტერესებს რა? შეეწერე ჩემ პერსონალურ გაკვეთილებში. ის კაცი ახის. აი ეხში. შემოგხედეთ თუ შეიძლება. აი ნახეთ, ეხა გვერდ მარიამი და დიანა. არა, ჯდომით არა, ადექით, ფეხსი ადექით ძალიან. მოდი ავდგე. რადგან გინდა ესე იგი მე მეუბნებიან რომ ვარ უშნო და მახინჯი რადგან არა, ერთი წუთი, შენ ეს
ეს არის მორიგიცი მე ვარ არა მეიცადე ხა გენი ადგენ ფეხს და მე არა მე ვარ გასიებული რომ გასიებული არ მithქონ შენზე ვარ ორი შეკლა არა გასიებულიც თქვი არ მოვითხოვეთ ტელეფონი მე უბრალოდ ვფიქრობ რომ ესეთი ადამიანი ჩემს ჭამაზე რამეს არ უნდა ამბობდეს აი ესეთი ადამიანი ჩემს ჭამაზე კომენტარში არ აკეთებს აი როგორიც ხარ ეგეც როგორი ძალიან მაინტერესებს არ ესეთი ანუ მეჩვენება თუ მართლა ძალიან მაგარი დონის მუსიკა არის ჩართული ახლა მეჩვენება თუ ამაზე ესეთი ძალიან საყვარელი მაინტერესებს ნახე როგორი ლამაზ ადამიანი ქალბატონს ვარ როგორი თინა ადამიანი ესეთი ქალბატონი ისეთი. ესეთი ლამაზ აჩუნდი ერთი წუთი ქალბატონო ნუ მაჩუმებ გოგო გაიგე ნუ მოდიხარ ახლოს თორე იცი ვაიმე ის პახმელი სუნი მაწუხა აი ხელი ამიქნე უნდა დაერქვა ხალხო ეს არის აურა დამიბინძურდება არ ვერ შეგეცე ანუ ერთ ნახე როგორ არა მარტო აურა როგორ აკეთებ კომენტარს ფიზიკურობაც ანუ არ დამიბინძურდება უნდა ამ ხალხს რო სიმართლე გაიგონ ეხლავე ჩვენც რო განწყობა გქონდეს საახალწლო ეხლავე ვერ დავწვალს რატო მათე დავიცვი ფაკ აღარ მინდა მომაშე ვაიმე რა მხილას უქებს ერთი ხელი აღარ მინდა ახალი წელი ვაიმე რა მხილას უქებს გილოც ჯობდა არამენთ მეგობრებო გილოცავთ შობის ბიწყინვალე დღესასწაულს ხელობა ეს იყო სიყვარული და რაც ყოველთვის მთავარი არის სტუმრებმა თავი არ იგრძნონ უხერხულად ასე რომ არა საერთოდ არ იზრუნავენ უხერხულად საერთოდ არავინ არ იგრძნობს თავს მაკრო შემოვა საერთოდ არავინ ყველა ჩეხეს ნაძვები წაიღეს სახლებში ვიღაცამ ნაშებში არ ვიცი რატომ ნაძვები წაიღეს ნაშებში დახოცე ცხოვრები გოჯები ღორები მამლები დედლები ენა და ურები ხოცეს გოჯები ღორები მამლები დედლები ინდაურები ამოწყვიტეს ყველა ერთად არა და ცოცხლები იყვნენ ისინი წარმატებებს გისურვებდი ეს მაგრამ როდესაც შენი საყვარელი ადამიანი მუდმივად სხვა მამაკაცზე ლაპარაკობს stay cold bar აღარ მინდოდა მაგრამ ვალდებული ვარ გია არჩევ თამაზე ძალიან კარგად ჩაიარა წარმატებულად და იცით რომელი კაცისკენ ვარ ისა როგორ დამავიწყე სახელგვარი პეპელა ქალი რომობს ოთარი სიჩუმე გველი ბატონო არჩევ სიჩუმე ხო ვერ უპასუხობს ეკა ხარტაშვილი ეკა ხარტაშვილი უპასუხებს დაასახელეთ ეს ცოცხალი არსება კაბატონო პეპელა მიღებულია სწორი პასუხი სწორი პასუხი არის გველი 4-6 გველი მოგიხარეთ გველი მათაკეთ გველი პასუხი არის გველი მიღებული ეკა ხარტაშვილი უპასუხებს დაასახელეთ ეს ცოცხალი არსება კაბატონო პეპელა მიღებულია სწორი პასუხი სწორი პასუხი არის გველი 4-6 გველი მოგიხარეთ ხო ხდებით ანუ ერთმანეთთან იმიტომ დავიჭერეთ მომენტში ურთიერთობა რომ ხალხს ეს მოსწონდა და აი ეს რომ მოსწონდა ჩვენი ეს მდგომარეობა შემდეგ ძალიან ბევრი ედიტები კეთებდა ანუ გვიკეთებდნენ ედიტებს სადაც ვნახულობდი მე და მარიამი როგორ წვია რა ერთი ჭიქადალია ორი ჭიქადალია მესამე სადღე გრძელო მეოთხე და უკვე კარგად მე არ სვამ ალკოჰოლს და არც ვარეკლამებ ჩემთვის ალკოჰოლი არის უბრალოდ სითხე რომლის შედეგადაც შესაძლოა გამოხატო საკუთარი თავი თუ მას ვერ ხატავ ანუ თუ გაქვს კომპლექსი მე უფრო მარტივად დაძლევ ალკოჰოლის საშუალებით და მე კომპლექსები არ მაქვს მოგეხსენებათ
ამიტომ ალკოჰოლის დალევის დროს უბრალოდ მეძინება. ამიტომ ალკოჰოლს საერთოდ არ ვსვამ, ანუ არ მჭირდება ალკოჰოლი იმისთვის, რომ მე გავერთო. ნებისმიერ წამს შემიძლია ვიცეკვო ნებისმიერ ადგილას. აი, სადაც აი კლუბებში და დაბადების დღეებზე რომ ვერ ცეკვან რომ ერიდებათ, მაგრამ მუსიკას გააჩნია. აი, მაგაზე ვცეკვავ. ეგიც ყურატო ექნებათ, მშვენიერი ბიჭი, მშვენიერი გოგო, ერთად არიან, დანებეთ თავი. აღარ ერთი აგენს. და ყველაფერს გავაკეთებ და აი სულ რომ რაღაც დაბკოლებები იყოს, ყველაფერს თავით გავამტრევ და კბილები დავიცავ რა. ეს კაცი რა სიცოცხლეს. არ ვიცი ამ ჯავახას რა დაემართა, მაგრამ რაც ენაზე მოადგება, ყველაფრის ლაპარაკი დაიწყო. ყობა დათვრა. რატომ მაძალებდი მესხურე? საღამოშვიდობისა, ქალბატონებო და ბატონებო, დღეს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ შემოსამ. ბუს არ გავარ? აი, დამაკვირდით. ქალბატონებო და ბატონებო, დღეს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ შემოდგომის სერიის ფინალს ელიტარულ ინტელექტ კლუბში რა. მთვრალკაც რაც გულში აქვს ის ენაზე აქვს და მთელი მთვრალკაც რაც გულში აქვს ის ენაზე აქვსო. ანუ პარკუჭები და სარქველები. 4-ია. ხო? პარკუჭი. ვინ თქვა ჩემზე? არა განათლებული და განვითარებულიო, ა? ები დაფქვა. საშიახედე რა ლამაზია ვასვლავთა ცვენა მე როდესღაც ჩავიცმევ ამ სიგრძის კაბას, მე მჯერა ამის. იმიტომ არ ვიცი რომ უბრალოდ დისკომფორტია სხვა არაფერი. ბარი ჯავახას უახლოესმა მეგობარმა გამოუგზავნა ყვავილების თაიგული ანასტასიას თურმე ტასო და ჯავახას უახლოესი ძმაკაცი ერთმანეთსაც ცნობენ. ოსვის აუთსაიდერების მე ნელა დეგრადაციას განვიცდი უკვე, უნდა ავთქე ფეხზე. ესენი არიან ტასო, ჯავახა, მე რამე დაგიშავეთ. და იძახით ამოიღე ამოდითო ქუთაისელების ჯიბიდანო, ამოიღეთ ტასო ჯიბიდან კოალიცია. ამოიღეთ ქუთაისლები ჯიბიდან ადამიანები აღმიყვავენ ძლიერ ადამიანად, იმიტომ რომ მე შევძელი რომ ეს ადამიანები გამეერთიანებინან. შენც ჩვენი იყავი, ოდესღაც. ბიჭო, შენც ჩვენთან იყავი. მე შენ ძმას გიწოდებდი და მილით ზურგი მითხარი. საიდან შეგაქცია ზურგი მითხარი? აქედან. აი ესე. ქაოსი, ძალიან დიდი ქაოსი. მაგრამ მე იმდენად გართული ვარ ხაჭაპური. ძალიან დიდი ქაოსი. მე იმდენად გართული ვარ. მიხარს. ხში არის სრულიად ქაოსი. ძალიან დიდი ქაოსი. მაგრამ მე იმდენად გართული ვარ ხაჭაპურით, მე იმდენად გართული ვარ. მაგრამ მე იმდენად გართული ვარ ხაჭაპურით, მე იმდენად გართული ვარ. წვადით, მე იმდენად გართული ვარ სალათით. მოკიდებელი აზროვნება ჩვენ ყველამ კარგად. შენი მენა, აი მაგარი ბანძი ხარ. გამოჩნდა 1700 კაცი ყავს. 1673 კაცი მყავს მე. ანუ ამდენმა ადამიანმა დამასაბსკრაიბა და მაძალებს რომ ვუყურო. ხო, აი, სერიოზულად გეუბნებით, რომ ჩემი ოცნება არის ამ დარბაზში მოხვდე. ვიღაცა მიმიყვანოს ბიძაშვილმა, მამიდაშვილმა. ან მანდ გაიცემა მოსაწოები და მინდა რომ აქ მოხვდე. და თამარს უყურო. მსახიობობის ნიჭი მაქვს და შემეძლია ჭკვიანი ადამიანის სახე მივიღო. ანუ, აი, დამაკვირდით?
ეს თუ გავივლი, ანუ თუ გავივლი auditions. აუ მეცინე. თავიდან. ნახეთ ფიქრის დროს. ფიქრის დროს. გეუბნებით გამომდის. მე მაქვს ამის ნიჭი. ხვდებით? ერთხელ ჩემი თხოვნა იქნება გეხვეწებით. ბევრი არხი მაქვს. რომელი არხით ვარ შესული არ ვიცი, მაგრამ ვიდეო გამოტოვებული, ანუ ყველა ვიდეო მაქვს ანახი აბსოლუტურად. ყველა მაქვს ანახი. მე ხომ ავიწყდება პასუხები. მე თავიდან უყურე. აი წლები რო გადის, მაგალითად ერთი წელი რო გავა, მე თავიდან უყურე პირველ სეზონზე მე. ეს რო ამოვწურე, გადავედი რუსულზე. მართლა გეუბნებით, ეს რო ამოვწურე ქართული, მეთქი ახლა რას უყურო. უკრაინული არ ვიცოდი. გადავედი რუსულზე. ჩავრდე რუსული, ვუყურე ერთი პირველ სეზონს უყურე, ნახევრად. მაგრამ წარმოებები, მოთხრობები, თქმულებები, ყველაფერი რუსული იყო, არა, ეგენი არ ვიცოდი რა. და მაგან ჩავჭრა, თორე ესე ისა. ხო და მე შემიძლია რომ აი გეხვეწებით რომ აი აქ მიმიწვიოთ რა უკან დავდგები. როგორც ვიცი, აპირებენ რომ YouTube-ზე განმოვიდნენ და YouTube-ზე უნდა ჩაატარონ და YouTuber-ები უნდა მიიწვიონ. და იმედი მაქვს უკან ვიდგები. ბლიცზე თუნმე დავტა. ბლიც კითხვებზე ჩემი იმედი გქონდეთ ქართული იუთუბერებო, ბლიც კითხვებზე 3 ბლიც კითხვა როა, ჩემი იმედი გქონდეთ, მე არ ვიბნევი არასდროს და ძალიან კარგი სმენა მაქვს. როგორც კი მიკარნახებს. აი, რო გაიჩურჩულოთ, ხო, გავიგებ. ჩემს იმედზე იყავით. საბაშვილის ვიღაცამ რო არ იცოდეს, რომ მაქვს შავი იუმორი. და შემოდის და აი რას ფიქრობს, აი ქერათმიანი ქალი როა, აი ქერათმიანი ქალები როგორები არიან. აი ამას იტყვის. ქერათმიანი ქალები ყველაზე ჭკვიანები არიან, რო იცოდეთ. ისე. მაგრამ ეს ქერა დამსახურებული არის გამაღიავებლის მიერ, ეს სუფთა სახლში იყიდება. თუ გინდათ რომ ჭკვიანის შეხედულება გქონდეთ, შეგიძლიათ თვეებიც გაიქერაოთ. ფანტასტიკური თამაში იყო და ოთარი არის ჩემთვის ყველაზე ძლიერი და ყველაზე მაგარი. მადლობა დიდი მადლობა. სხვათა შორის დიდი ხანი გუელი. ამით დასრულებულია. აი, ხო გითხარით, შემიძლია ჭკვიანის როლის მორგებ. ამით დავასრულეთ ინტელექტუალური გადაცემის განხილვა. როგორც ხედავთ, ცოტათი გადავიღალე, ხმა აღარ მაქვს. და კარგად იყავით, გამოიწერეთ ჩემი არხი, ან თუ გინდათ ვაფშე დამბლოგეთ. და როგორც გავიგე, ერთ-ერთი იუთუბერი უყურებს ჩემს შოუს, უყურებს ერთ-ერთი ცნობილი იუთუბერი. დარწმუნებული ვარ, ამას არ ნახავს. ხო და თუ მიყურებ, გამოიწერე ჩემი არხი, გამოწერილი არ ვყავარ. ვერ გავიგე. ხო. კარგად იყავით.